დღევანდელი ჩვენი შოუს თემა იქნება პოპულარობა, ანუ პოპულარული ადამიანები, როგორ გავხდეთ პოპულარული, როგორ დავაღწიოთ თავი პოპულარობას, თუ კი ასეთი სურვილი გაჩნდა და მოკლედ რაღაცებს სხვათა შორის თამამად შეგიძლია გითხრათ, რომ ეს გადაცემა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სურს გახდეს პოპულარული. და ასეთი ბევრია. დამწყები პოპულარული ხალხისთვის. ხო. ჩვენ შოუზე რა სიტყვი? ჩვენს რეიტინგზე რომ ძალიან მზარდი და მაღალი რეიტინგი გვაქვს. ყოველ დღე და ყოველ კვირას უფრო და უფრო მაღალი რომ მე მომწონს და მე ძალიან კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ და გინდა რომ გითხრათ მედაილომ კიდევ ერთი ძალიან კარგი ხრიკი რის შემდეგ უთხრათ რატომაც არა? რატო უნდა? ჯერ კი გინდა რომ 10 ჯერ უფრო პოპულარული ხო გითხარი არ უთხრა. გინდა რომ 10 ჯერ მეტი 100 ჯერ უფრო პოპულარული. მაშინ გეტყვით არ უთხრა ბიჭო. უთხრათ კაცო ერთად არა ვარ შაბრონი. გინდა გითხრა რა უნდა გააკეთო? რა უნდა გააკეთო რომ ჩვენი შოუ ხვალიდანვე ზე პოპულარული გახდეს? რა? არ რა სამო? ხო, აქ. კამერები რო? კამერები როა ზუსტად მაგიტო. ზუსტად მაგიტო კამერები როა. აქ პირდაპირ და ხვალი. რა ვარ, ეხა აი მე თუ ვერა ვარ შენ უთხარი. რა ვიცი მე. კაი, დავაი, მე. მიდი შენ კიდე კაცო. პერანგი და პიჯაკი მარტო, ხო? რა მარტო პერანგი და პიჯაკი. ვანიკო იფიქრე რეიტინგი. კიდე უფრო მეტად გაიზარდა. სულ ხო გინდა რომ აი ხო, დაიწყე პიჯაკი და პერანგი და სულ რა. მოდი იყოს რაც გვაქვს. დაჯექი ლამაზო. მოკლედ მეგობრებო, ასე არის ეს. პოპულარობას თავისი ფასი აქვს და რა როგორ არის, რაღაც ხრიკებს ვეცდებით გაგიზიაროთ. გზა და გზა მოგაწ. გზა და გზა გაგიზიარებთ რაღაცებს. ერთ-ერთი დავიწყეთ, მაგრამ არ დავასრულე. ნუ მაგალითად მეთოდები, რო თქვა პოპულარულ არსებობს ორი ჟანრი პოპულარობის ხდებით. ერთი, როდესაც აკეთებ რაღაც საქმეს და ამ საქმის კეთებას მოყვება პოპულარობა. მეორე, როდესაც შეპყრობილი ხარ სურვილით რომ გახდე პოპულარული და მნიშვნელობა არ აქვს რას გააკეთე. აი ესეთი ამბავია. ამის ჩვენი მაგალითად დაწყებან მანიკოს. კი. და კიდე ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ ძალიან ბევრნაირი პოპულარობა არსებობს. ნუ როგორც მინიმუმ ორი ისეთი ძირეული ორნაირი პოპულარობა არსებობს. ერთი, როდესაც შენი პოპულარობით შენი ნათესავები ამაყობენ, შენი მეგობრები ამაყობენ, უხარიათ. რა ვიცი, შენ სიკვდილი ყველა ბედნიერია და სადაც გახსენებენ ყველანი ამბობენ, რომ ეგ ჩემი შვილია, ან ეგ ჩემი მეგობარი, ან ჩემი ძმა და ასე შემდეგ. მაგრამ არის ისეთი პოპულარობაც, რომლის შემდეგაც ადამიანებს კარგავ. აღარ პასუხობენ, აღარ გილოცავენ გამოგონილ დღესასწაულებზე. და ეტანი იმერები ბიონა. ეგ არა, მე სხვა ბეროშვილი ვარ, კაცო, მე მაგას არ ვიცნობ. ასე რომ ნუ მეგონება რომ ყველა პოპულარობის შემდეგ ვიქნებით პოპულარულები ოჯახში. კარგი, მეგობრებო, მეგასწავლეთ ძალიან მაგარ რეცეპტს პოპულარობის, აი როგორ უნდა გახდე პოპულარული. უმარტივესია, ესე იგი ჯდები, შენ თავთან უნდა განმარტოვდე. დიალოგი ხო გაქვს რა საკუთარ თავთან და ჩამოყვები, აი რას არ იკადრებდი საერთოდ რა ცხოვრებაში, აი ამას ყველაფერს მოიფიქრებ და მე ეს ყველაფერი უნდა იკადრო, გადაიღო და პოპულარული ხარ. არის ჩვენიერი რეცეპტი. იცით რა არის ეს გზაც არსებობს. ჩვენ გაძლევთ არჩევანს. თქვენ უნდა ირჩიოთ ეს გზა თუ ეს გზა. მართალს ამბობ. ითელი აბი თუ ლუჯია. სიშიშვლე მაგალითად აპრობირებული მეთოდია იმისთვის რომ გახდეთ პოპულარული. ვიდრე ჯერ კიდევ სიშიშვლე დახამებადია და მოთხოვნადია, ისეთ ქვეყნებში და საზოგადოებებში გულისხმობა. მაგალითად არ აქვს აქ სქეს მნიშვნელობა, მთავარია გაშიშვლდეთ და უკვე პოპულარული ხართ. გაიცავ ეფერები რა ის. ხო და მოკლედ არის ესეთი რაღაც რა ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ბევრი რა საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიძლება გავიხსენოთ რა არ უნდა დაწუნმანება და ჩამოთვლა რომლებიც მაგალითად პოპულარული გახდნენ იმით რომ გამოაჩინეს თავიანთი სხეულის შიშველი ნაწილები ვიღაცამ იდაყვი გამოაჩინა და ამის იდაყვები ვიღაცამ წელი აჩვენა ვიღაცამ რაღაცა არის მკერდი აჩვენა აღარ გააგზელო ვისაც რა შეეძლო მოკლედ მაგრამ თლად ასეც არ არის აუცილებელი გაიხადოთ რომ მაინც და მაინც პოპულარული გახდეთ და ამის დამამტკიცებელი ის გვაქვს ჩვენ ფაქტი მაგალითად ზე პოპულარული ადამიანი გივის სიხარულიზე რომელმაც უბრალოდ თქვა რომ 25 სანტიმეტრიანი აქვს და არ გაუხდია და დაუჯერეს ავდექით და არ არის აუცილებელი მაინც და მაინც გახდა ხო თავარია დამაჯერებელი იყოს ეგ არა ეგ სხვა დრო იყო მაშინ სიტყვა სხვა ფასი ჰქონდა აბა რა ფილის იყო დოკუმენტი უნდა იყოს გადაღებული ჯერ მარტო მაგით იყავი პოპულარული რომ შენ სიტყვას ფასი ჰქონდა აი გამბავი კი ბატონო თან პოპულარობას როგორი რაღაცა აქვს იცი თვისება აი ერთხელ თუ შეტოპე მე ძნელად მოიშორებ თავიდან აი
მაგალითად გადაწყვიტა ილომ აღარ უნდა პოპულარობა. აი, всё, მორჩა, თქვი, მე აღარ მინდა პოპულარობა, განაწავა თავისთვის და დაისვენებს. არა, ატყდება ეგრევე ჟურნალისტები დაურეკავენ, გადაცემებში მიიწევენ. რატომ გადაწყვიტა შოუ-ბიზნესიდან წასვლა ილო ბერაშვილმა? რატომ აღარ სურს პოპულარობა? და ამდენ კითხვებს დაუსვამენ, ბოლოს ამოასხავს ილოს, ადგება წადი თქვენი დედაცო და გაიქცევა, მერე ახალი ტალღა წამოვა. ვის და რატომ შეაგინა ილო ბერაშვილმა? არასდროს აღარ მთავრდება. სულ პოპულარული ხარ. ვერ გაიქცევ. უწყვეტი ჯაჭვია, ხო? უწყვეტი ჯაჭვია. აღარ სრულდება. და როგორ არის იცით, ადამიანები ზოგჯერ ხდებიან მართლა შეპყრობილი ამით. ეს არ იფიქროთ რომ იგულისხმება მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. პირიქით, სხვა ქვეყნებში უფრო არიან ამით შეპყრობილი რა. აი მაგალითად პირდაპირ ყველა ადამიანი არის, სადაც უმეტესობის მიზანს პირდაპირ წარმოადგენს რომ გახდეს პოპულარული, რითაც რა ფორმითაც არ უნდა იყოს და წარმოვიდგინეთ, როდესაც ხდებიან ადამიანები პოპულარულები, მათთვის ზოგიერთის შემთხვევაში ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში ხდება ეს მისი პოპულარობა რა. ანუ ყველაფერზე ძვირფასი, აღარაფერი აღარ არსებობს ამაზე ძვირფასი, შენ ახლა ყველა და ყველა შენ გიწევ და ფოტოებს შეთან იღებენ და ყველაფერს აკეთებენ. არის ასე. ხო და ამასთან ანუ მოკლედ განშორება ხო აი როგორც ვთქვით აი რაღაცნაირად რთულია რა ძნელია და აი მაგალითად წარმოგიდგენთ არიან ადამიანები რომლებიც გადაწყვეტენ რომ მე რა რომ დღეს ისეთი პოპულარული აღარ არის როგორც გუშინ იყო ის მოერევა საკუთარ თავს და აღარ იქნება ამით შეპყრობილი თუმცა როგორ არიან ამ დროს იცი როგორც ბეჭდების ბრძანებაში ხო ის ტიპი როა ბეჭედს და ინახა აი ეს აი დაახლოებით ეგრე არის პოპულარობაზე არიან მართლა ანუ რომ იკლებს პოპულარობა ხო მე ემართებათ ეს არა უშავს მე რა რომ დღეს ორით ნაკლებმა ადამიანმა მაგის სად არიან? აი ესე ნენელა ეწყება რა. რა მოხდა მე რა რომ სოციალურ ქსელში პოპულარული აღარ ახარ. სად არის ჩემი ლაიქები? აი ესეთი ეს არ არის ხუმრობა. ამ დონეზე მისული ადამიანები მინახავს. ჩვენ გვინახავს. რამდენიმე მინახავს, რომლებიც კედლებს პორჭყნიან და სხვათა შორის მე ამ პოპულარობის დაკარგვისგან ისე დეპრესიაში ვარდებიან რომ განა ქუჩაში ვეღარ ცნობს ხალხი ამის მერე. სახლშიც ვეღარ ცნობენ თავისიანები, ისე კარგავენ საკუთარ თავს. ასე რომ მეგობრებო, ვიდრე ამ ნარკოტიკს გაეთამაშებით, რასაც პოპულარობა ქვია. კარგად დაფიქრდი. იმიტომ რომ მართლა ნარკოტიკი არის, ხა დაფიქრდი რა თუ როგორც სიტყვიან, ანუ მართლა რომ დამოკიდებული გახდი, მე რესო, იმიტომ რომ მე აი წარმოვიდგინე ხა რომ დაკარგავ ამ პოპულარობას რა. ჯერ ერთი მგონია რომ არის ეგეთი დაწესებულება, სადაც ქვია 12 ნაბიჯი როგორ გადავაგდოთ პოპულარობა. და დადიან, კლუბია, დადიანი ყოფილი პოპულარული ადამიანები. ცელებრიტთა კლუბი. ყოფილი პოპულარული ადამიანები და მაგალითად ახლა მეც როდესაც ყოფილი პოპულარული მედი არა, მაგრამ გავხდი, რო გახდა, გამარჯობათ მე ილო ბეროშვილი ვარ, მე ყოფილი პოპულარული ადამიანი ვარ. გამარჯობა ილო. ჩვენ პოპულარულები ეგრეთ წარმოგიდგენია. და კიდე იცი რა არის? მე დღეს 10 ლაიკი დამატა. ისეთი შეტყვა იცის მართლა რომ შეიძლება მე როგორ იყო იცი რომ არავინ არ გწნობს, პანიკაში ხარ და ქუჩაში გამოხვიდე და თხოვდე რომ გეხოცები მიცანი რა. და სელფი გადავიღოთ რა გადავიღოთ. ოღონდ შენ არა შენ უნდა მთხოვო რომ გადავიღოთ. არის. მაგაი მაშინ იქ თუ არა უბრალოდ ავტოგრაფი რო ცოტა პროსტა ოდნა მომეშواسს გთხოვ. აჰა დააწერ. გადავიღოთ. კი მუნდა აი გეუნები. ისე ჩვენ უნიკალური ისა გვაქვს რა ჟანრი მაგ ქვეყანაში. ეს არა პაპარაცი გაგიგე ქართველი პაპარაცები. რას აქ განცდა. მე პაპარაცებმა. რა ქართველი პაპარაცი. მე მაგა ეგეთი პაპარაცი მართლა. პოპულარობის მეორე მე-3 წელია და არა მე-4 მანქანა მე-4 წლამდე მანქანა არ მყავდა და მომადგა ეგეთი პაპარაცი და იცით ჩვენ ვართ რუბრიკიდან პაპარაცი უნდა გადაგიღოთ სურათი არა მართლა არა რაღაცა რუბრიკა იყო როგორ ვიღაც ჟურნალში და მოვიდა ეს და მეუბნება რომ ჩვენ ვართ რუბრიკიდან ჩვენი ჟურნალისტები პაპარაცი და მე თქვა რაღაცა ფოტოში სადღაც განფაქტა და კაი რა მოიტანე აბა რა გადამიღე არა ეხლა უნდა გადაგიღოთ რა უნდა რა მე უხერხულ სიტუაციაში რა უხერხულ სიტუაციაში არ ხუბრდა რა გადაცნა იცი სამსახურის ეზოში ტელევიზიის ეზოში რომ ვერ მოვიფიქრეთ რა უხერხული სიტუაცია გამეკეთებინა რომ ეს პაპარაცის მერე დავეფიქსირებინე მოდი ვითომ მანქანაზე საბურავი დაგეშვა და წლი რა მაგარი უხერხული არიან იცი აი კარგო ჯახში გაზრდილები ხო მეტი ვერ იკადრეს თავად არ გადაგიღებს ეგ არ არის პარადოქსი აბა რა არა იცი მე გეუბნება სურათს გადაგიღებ ჩუმად ვითომ არის იცი რა არის ანუ ჩვენთან ეგ ჟანრია გადამიღე ვითომ არ ვიცი რომ ჩვენთან როგორი ჟანრია იცი საზღვარგარეთ წუხდებიან ცნობილი ადამიანები პაპარაცებისგან და საქართველოში წუხდებიან ცნობილი ადამიანები იმისგან რომ პაპარაცები არ არიან უპაპარაცობა ჭიჭი ამიტომაც გვაქვს სელებრიტების სელფები ხო აი მოიგონეს აღარავინ აი მე მაგალითად როგორი ისტორიები დამართ მაგრამ უნდა გადაგიღოს სელფებს ისეთებს ვიღებთ მე მაგალითად როგორი ისტორია დამემართა ანუ კიდე რას ვფიქრობ იცი რომ ანუ
ადამიანები ფიქრობენ, რომ რახან ცნობილი ხარ, ტელევიზორში ხარ და ასე შემდეგ, რაღაც დადიხარ special after party-ებზე, დადიხარ ისეთ ადგილას, სადაც არ უშვებენ. მოიცა მაგას ძალიან შეეულები არიან ამ კლუბში, არ ჩდები ისეთ ადგილას რა, რომ მაგალითად შეიძლება დაუშვან, რომ შეიძლება შენ ხარ. აი ერთხელ მაგალითად მოხდი ერთ ადგილას, ანუ ხაჭაპურის ყიდვა მიდო და ფენოვანს ყიდულობ საცხობში ჩვეულებრივ საცხობები როა. ეს გოგო მე ვთხარ 5 ფენოვანი, რაღაცა 2 კოკოლაცა და ეს გოგო ალაგებს ამ ფენოვანებს და მიყურებს და არა. ნინო! შეხედე ეგ არ არის? არა გოგო, ეგ რა იყო საქმოვიდო და? ანუ გამორიცხულია რომ დაუშვო რომ შეიძლება ფენოვან ხაჭაპურს ყიდულობ. არა და დღესაც ფენოვანი ხაჭაპური ჩამდა. კიდე ერთი შემთხვევა იყო ეგეთი რომ კლუბში ვარ რა და აი გეუნები ძალიან ლამაზი გოგო ცეკვავს 3 დღეა რაც ასე თუ ისე რაღაც აქტუალური გავხდი რაღაც თავის ის რომ როცა ძალიან ბევრს ლაპარაკობდი რაღაცა 3 დღეა რაც გავხდი პოპულარული მოკლედ რა როგორ და რანაირად არ ვიტყვი და კლუბში ვარ რაღაცა და გოგო ცეკვას ძალიან მომეწონა და მეუნები რომ აუ მე თქვი ძალიან ლამაზი გოგო ხართ მეთქი ეს უკვე როგორც სანამ პოპულარული გახდები მანამდე რომ ამბობ ისე უთხარი რა ძალიან ლამაზი გოგო ხართ მოკრძალებულად ის გოგო არის როგორ იცი რომ ანუ აი არაფერი არ არსებობს გაიგე ვინ უნდა იყოს რომ მოხიბლოს გაიგე და ესე ხო ცეკვას და მეთქი ძალიან ლამაზი და გამეყურები გადამომხედა და აუ შენ ისე იმ ბიჭს მაგონებს ძალიან ბევრს ლაპარაკობს ტელევიზორში როა და მე ხო იცი მე ვარ და აუ გაგზა ბრეთ ომიორომა დორ მეთქი მე ვარ მე გაი გენაცვალე წადი კონძღი ვიღაცა რა გინდა აუ მე შემევთქვა ერთი ისტორია ეგეთი აუ შენ იმას ყვები იმ ამბავს ხო მაღაზიასთან გავარ რა ჩემთვის არ ველოდები ვიღაცას თუ რა არ აქვს მნიშვნელობა არც ხმას არ ვიღებ არც ხალხში ვეცემი თვალს არც თვალში ვეცემი ხალხს და ხალხში ვეცემი თვალს ნუ დგავარ ჩემთვის და გაჩერდა ეს დისტრიბუციის მანქანა ორი ბიჭი გადმოდის აი ჯიგარი ძმები ცლიან რა ამ იმეებს დახვით გულები რა დღეში მე რამდენი მაღაზიასთან ის გადმოაწყვეტა ჩადგავს და ერთ-ერთ ადამიანს მიცნა და დაუგროვდა ეხა ეს ყუთები რაღაცა და ის კრაავს ხოს ბიჭო მოიცა ბიჭო ნახე ბიჭო ნახე არ არის წამო მიდი მეიცა გამომხედე წამო ამის დედაც მოდი აი ჩემთვის მიდექი მიცნეს მაგინეს და გამოგიშვეს არა მიდიოს წამოერთი ამის დედაც ეგეც შენი პოპულარობა ასე რომ იყავით ესეთი რაღაცებისაც მზად გინებით არა მაგრამ ერთ გაბრაზებით მეც გავაბრაზე ერთი ესეთი ადამიანი ვინც ცნობდა რა ეგეთი ამბავი მივდივარ რა ჩემს საქმეზე რაღაც ჩემს საქმეზე მიმიჩქარია რა მივდივარ და ჩავიარ ეს რაღაც ღია კარტთან და თურმე აქ შიგნით კაცი დგას ვიღაც ტიპი ესე არ შემიხედავს ამისთვის რა და ხმა გავიგონე რომ გრიგოლია არ გეკადრება შენ ესე და ახლა ეს გრიგოლი არ გეკადრება ესე ვიფიქრე რომ ეგრევე ვიღაც ჩემი ნაცნობია და ან ვერ დავინახი ან რაღაც მოუბრუნდი შევხედე არ გეკადრე მეუნება ისევ რა მამისტოლა კაცია რა ჭაღარით და დამაჯერებო არ გეკადრება შენ ესე გამარჯვების გარეშე გავლა ბოდიში ვერ დაგინახეთ მეთქი რა მივესალმებ უკაცრავად მეთქი ვერ შეგამჩნიეთ გამარჯობა ჩამოვართვი ხელი როგორ ახართ რაღაცა ვუყურებთ ახლა ვერ ვცნობ ამ ადამიანს და უთხარი იქვე რომ ვერ გიცანით მეთქი იცით ვერ მიცანი ხო 10 წელია ტელევიზორში გიყურებ და ახლა ვერ მიცანი ხო ხო რა ვიცი მეთქი ვერ გიცანით რა მაპატიეთ ხო რას მიცნობ მე გიყურებ შენ კი არ მიყურებ არ ეგრე დამემშვიდობა და მეორედ ეგრე აღარ გამოიარო ბიჭო თუ მაგნეს ხვდები რომ შენ ტელევიზორიდან მიყურებ და მე ვერ გიყურებ რაღაცო მაგინებ და მლანძღავ ან შეიძლება ეგრეც ეთქვა რომ ისე ჩაიარაო ამ ხნის ნაცნობს ერთი გამარჯობა არ მითხრა ეგრეც შეიძლება და გაუგნებული მან ბიჭებო არის კიდე ორი რამე რა მე მაგალითად სანამ პოპულარული გავხდებოდი მანამდე უბრალოდ დაბნეულ ტიპად ვითვლებოდი რომელიც ყურსასმენებში დადიოდა და მაგიტო არ ამბობდა გამარჯობას და მე ყურსასმენებით რო დავდიოდი ხოლმე და მართლა არ მესმოდა თუ მეუბნებოდი გამარჯვებას მე თავში აგივარდა მე არ დამავიწყდება ჩემთვის ერთი რამე მართლა ესე იყო
ისეთი დამიწყეს, აი თავში გაქავარდნილი, ყველა მეუბნებოდა და ერთხელაც დავრეკე სასწრაფოში და მეუბნები, ცუდად ვართ მოდი მეთქი და რა ხდება გთხოვთ გითხარით, თავში მაქავარდნილი მეთქი. მოვიდნენ. გაგიგდეს? მოვიდნენ. მოკლედ მეგობრებო, ხშირად არის ხოლმე რომ შეიძლება ძალიან უხერხულ სიტუაციაშიც აღმოჩნდეთ რა, რაღაც პოპულარობის გამო რა, როდესაც ბევრი ადამიანი გწნობს, ბუნებრივია ცოტა უფრო სხვა ვითხარ, ყურადღებით. როდესაც ადამიანი არ გწნობს, შეიძლება ბევრად უფრო ადვილიც იყოს რა. აი მაგალითად არაერთი რა, მქონია ეგეთი შემთხვევა, ზუსტად გავიხსენებ, ეხლა ბოლოსაც მომივიდა. მაგალითად არის ესე რომ მოვლენ და ვაიმე გამარჯობა, როგორ ახართ? კარგად, თქვენ როგორ ახართ? შეიძლება ბავშვს ფოტო გადაუღო, რა თქმა უნდა, როგორ გადავიღოთ აუცილებლად. და ამ დროს გახედავ ბავშვს, ძალიან უყარხართ თუ თქვენ გიყურებთ. ბიჭო, გახედავ ბავშვს 2-3 წლის არის რა. აი 2-3 წლის ბავშვი, აი ნუ ახარ, არანაირად უნდა გიყურებდეს შენ რა, თან სულ თუ შენ გიყურებს, მისახედია ის ბავშვი, ხო ახლა, ხო და კარგი ხალბატონო გადაუღოთ რა და ნუ ახლა შეიძლება მოიყვანოს ადამიანმა და მაგრამ ბავშვს უნდა რომ გეუბნება რა, ვაიმე ძალიან უნდა როგორც კი დაგინახათ რომ ფოტო არ გადაიღო, არ შეიძლება და მოყავს, რომ მოყავს და გაყენებს ასე მოგიყენებს. ზუსტად ეგ ეს ბავშვი ტირის რა, არმირა, ვინ არის მყვირის რა, შენ გახარ ახლა უღიმი ამას რა, ხარ პატარა რაღაცებს აკეთებ, ეგ რაღაცით თავი გაახსენო რა, ის ჯღავის ბღავის, დედა გიღიმის, არა, ძალიან უნდა თქვენთან ფოტოს გადაგება, გარბის ბავშვი. ამ დროშით გახარ ელოდები როდის დაბრუნდება ეს ბავშვი, დედა როდის მოიყვანს, იმიტომ უზდელად ხوار მოიქცევი, ხوار წახვალ რა, თან ეს ბავშვი გეწოდება ტირის, მოათრევს, მოიყვანს ძალით მოათრევს, ეს ბავშვი ტირის, გიყურებს და აი ვეუბნები ახლა ქალბატონს რომ მეთქი, უკასრავად მეთქი, აი არ შკარად არ უნდა, არც ისის მეთქი, ვინა ვარ, არც აინტერესებს და თუ გნევა ჩვენ გადავიღოთ მეთქი და ამ ბავშვს ტყუილად ნუ აწვალებთ მეთქი, ნუ ატირებთ, არ უნდათ მეთქი ფოტოს გადაღება და თუ არ გინდოდა თავიდანვე გეთქვა, რა საატირეთ ეს ბავშვი? ბავშვიანი ტირა. ბიჭო, მე ვიდექი გელოდებოდი, სანამ წვერში წაქცეულ ბავშვს მოათრევდი ძალით, მე დაფერთხავდი, მე მოყვანა, არ ქვია. აი მიდი დედა გადაიღე გიგდებს და როეუნები უკაცრავად ნუ შეაწუხებთ რა ამ ბავშვს, იქნება შევნია რაღაც მიკი მაუსთან გადაიღოს ფოტო ვიდრე ჩემთან და გაბრაზდო. თუ არ გინდოდა თავიდანვე გეთქვათ, მე ეს ბავშვი ხვატირებული მიყავს და ის ბავშვი დედას რო უჭირავს ხელში ატირებული იქნება როგორი სახით გიყურებს ისი ვიღაცა ზონზი რომელმაც ეს ბავშვი თვითონ აატირა და დედა გაუბრაზდა ესე ამახსოვრდები და მიდის იქნება ეგეთი ამბებიც ხდება მეგობრებო ასე რომ ყველაფერი გაითვალ ესე პოპულარობა მთლად ესეთი ადვილი რაღაცა ნამდვილად არ არის არა კარგია რაც მართალი ჯობია იყოს ვიდრე არა